ვიცი რომ ყველას მაგრა დაინტერესებს ამ მანქანის განხილვა და მოდი დავიწყებ. ეს არის ვერცხლისფერი ვერსია. ნუ აქ წითლები ახატია, მაგრამ რეალურად ვერცხლისფერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წითლები აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც ხო, ეს ვერცხლისფერია და ტრაილერი რა თქმა უნდა და მისი მისაბმელი. ხო, ზომაში აქ ეს მისაბმელი პატარა ჩანს, მაგრამ რეალურად დიდია, აქ უბრალოდ ამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი რა. მოდი დავიწყებ ახლა ამის გახსნას. ესე უნდა ამოვიყო რა. აუ ძალიან ლამაზია რა. მე მართლა მაგრად მომწონს ეს მოდელი, აი ძალიან ლამაზი მანქანა. პულტი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. მოკლედ ვიტყვი დეტალიზაციაზე, იმიტომ რომ იმდენი დეტალი აქვს, ყველა დეტალს რო გავყვეთ, ძალიან დიდი ვიდეო გამოგვივა, ამიტომაც აი რასაც უყურებ, თითქმის ერთ-ერთშია რეალურ მანქანასთან და აი ძალიან ლამაზია რა, აი ძალიან ლამაზი მოდელია. აი ვიზუალში ამ მანქანას მე წუნს ვერ ნახულობ ვერანაირს საერთოდ. ცოტა მძიმეა რა. მაგრამ აი იქნებოდა თუ აი კაბინა უფრო მძიმე იქნებოდა, მაგას ვცდი რომ დავამძიმო, რომ აი უკარო ტვირთი მძიმე უდევს, აი აქ რო აწვება, თითქოს წინასაბურავებს მაღლა წევს და მოხოს კარგავს რა, ანუ ცურავს რა და ეხა ვფიქრობ, რომ სიმძიმე ჭირდება წინ და მაგასაც მივხედავთ რა, არ იქნება არანაირი პრობლემა. იდეაში ძალიან ლამაზია რა. აი მოდი აბა ამოვქოქოთ ერთი პულტს უნდა რამდენი ელემენტია, ერთი ჩავიხედო. 4 ცალი უნდა. კაი, ახლა ამ ელემენტს მოვიტანე. ეს მანქანის ელემენტი. ოკეი, რა გვაქვს აქ? ელემენტი არის 1200-იანი. 4 პინიანია ეს ძალიან კაია, იმიტომ რომ ვისაც დაგჭირდებათ ეს ელემენტი ძალიან ბევრი მაქვს. უფრო მეტი ამპერით, მილიამპერით, ეს დამტენია ელემენტის. ეს დეტალიზაციაა, არა, დეტალიზაცია არ არის. ხო, ნუ დეტალიზაცია შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ დისკების ხუფებია რა. ეს დისკების ხუფები, ამასაც გაჩვენებთ, სად უნდა დააყენოთ. და 2 პულტის სათითურები თუ რა აჯანდება ქვია, არ ვიცი. აქ მაგდება ესენი, რომ ანუ აი ამ საშინელებაზე არ ქონდეს ხელი მოკიდებული რა. არ ვიცი ესე ცალკე რატო აყოლებენ ამას, მაგრამ ცალკე მოყვება. ესე უფრო კომფორტული რო იყოს რა. დისკის ხუფები მაგრდება მოკლედ აქ. ესე უნდა ჩასვა. უბრალოდ ესენი წინები ესენია. ეს ერთი და ეს მეორე. ხო, აი ეს ვერ ხვდები რატო აქვთ ესე გაკეთებული. უკანა საბურავები ჩვეულებრივი ქანჩით შეგიძლია მოხსნა, მაგრამ წინა საბურავებს 6 კუთხედი ჭირდება. ზვესდოჭკას რო ეძახიან, აუ რას ვამაგრებდი რა მინდოდა ეხლა. ხო, ანუ ზვესდოჭკა აქ წინ და რატო არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ საერთოდ არ ჭირდება მაგას მოხსნა. იდეაში უკანაც რატო უნდა ჭირდებოდეს არ ვიცი. ალბათ თუ დააპგრეიდება გინდა და რბილი საბურავების დაყენება მაგ შემთხვევაში რა. აი მოდი ბარემ დავაყენებ ამას. ესენი მოყვება რა, რომ ბოლტები ვითომ არ ჩანდეს რა, ამაზად რო იყოს. არა, საერთო ჯამში ცუდი არ გამოდის. აი მოდი ჩავრთოთ. ესეც ქვევიდან იხსნება ესე. ხო, აქ ცოტა საინტერესო რაღაცა აქვს. ბოლტი რო არ დააყენო ყოველთვის, ამას გადაწევ, ჩაკეტოს, მოხსნი, გახსნეს რა. აუ ეს არ მინდა ეხლა რომ ცუდ რაღაცაზე დავდო. მოდი ესე გავაკეთე. და ამოვქოქოთ მამაცი. ელემენტი. ჩვენ გონი პატარა ადგილი აქვს აქ ელემენტისთვის რა. არა ეს კი ჩაეტევა, მაგრამ მე მგონია რომ ცოტა პატარა ადგილია, ცოტა უფრო დიდი უნდა იყოს ამ მანქანისთვის. თან რო შეხედოთ.
ეს შეჯდება. მგონია რომ ცოტა არაკომფორტულია რა. ამას ცოტა მინუსში ჩავწერდი მე. და აი როგორც თქვი, აი ამის გადატრიალების საშუალებით შეგიძლიათ ჩაკეტოთ რა. აი ამას გადატრიალა და ბოლტის დამაგრება აღარ გიწევს მოკლედ ეს კაი რამ მოიფიქრეს შენელებმა. აი, მომწონს ეგ. კაი, პრინციპი გავხსნათ. ჰაჰა, ჩემსკენ რო იყურება. მეგონა რომ იქიდან იქნებოდა. აი ეს. კარგი. აუ, ლამაზიაცა. აუ, ვერცხლისფერი მე მგონი უფრო ლამაზია ვიდრე წითელი. თუ არა. აუ, მე ვერცხლისფერი ძალიან მომწონს რა. ამასაც მოყვება. აუ, რამდენი ბოლტი მოყვება, კაი. ეს ახლა უნდა ავაწყო. აუ, რა სიძახი. მოკლედ, კაი, მოდი ამას დეტალურად ავაწყობ, რომ მე ვინმეს არ გაუჭირდეს რა. აღარც მახსოვდა რომ ამდენი დეტალი მოყვებოდა. საკმაოდ გრძელი გამოდის ისე, ხო? ანუ ეს ამაზე ესე ერთდება. აი ესეთია რა. და ეს არის უკვე აი ამის. მგონი გრძელია საკმაოდ, ხო? ამ წარმოვიდგინე კიდე ტრაილერი წინ. აი, დავიწყებ ხა ამის აწყობას. ამოცანა ამოხსენი, მოკლედ რატო ვიწვალე და რატო არის საწვალებელი. მოკლედ ეს ასე კი არ უნდა ჩარჯდეს. ანუ თვალი ისე მოგატყობთ, რომ თითქოს ასე უნდა ჩარჯდეს, მაგრამ რეალურად აი ამ ორი მასში უნდა ჩავსვათ რა, გადაკვეთაში და მე კარგაჯდება. უბრალოდ ეს ტროსი მე თითქოს მეგონა რომ დიდი იყო და მაგიტო არ შევდი. აი ხაი თითქოს ეს ხა ზედმეტია და მაგიტო არ ვაკეთებდი მასე, მაგრამ რეალურად აი აქ უნდა ჩასვათ. და ეს ტროსი მე ქვევიდან დაიმალება აქ დამცავი აი ეს რა გადასასვლელი. მაგაზე აღარც მიფიქრია და მაგიტო ვიწვალე მაგდენ. რეალურად ძალიან იოლი ყოფილა რა. პირველად ვიწვალე ძალიან. მოკლედ აქ ესე ჩავსვათ და უკვე ძალიან იოლად აი ისე ეს არის რა. სულ ეს იყო. არა და რამდენი ვიწვალე თავიდან. ნეტა ეს თავიდან ესე მეცადა. კაი, დანარჩენი ახლა გავყვები. აქ იდეაში ჩვენება არაფერი არ უნდა ახლა აქ ისეთი რაღაცაა რომ ყველა მიხვდება რა ბოლტები არის დასაჭერი უბრალოდ რა და აქ არ მგონი ვინმეს რამე რო გაუჭირდეს ამიტომაც ხო აი ამას განახებთ რომ აქ ესე უნდა ჩასვა აუცილებლად აი ესე და დანარჩენი უკვე რო ავაწყობ გაჩვენებთ აკუჩი მოკლედ რა ხდება ახლა აქ დავაერთე ეს ყველაფერი ეს ზედადამცავიც დავაყენე ანუ ის ორი რკინა რაც არის აქ მაგრდება ძალიან იოლია რა რეალურად არ არის რთული დიდი ბოლტები რომლებიც არის 1 2 3 4 5 6 6 ცალი აქ მაგრდება პატარა ბოლტები უკვე დანარჩენ ნაწილებში რა ეს დავამაგრე ზევიდან და ესეც ბოლტებით მაგრდება ძალიან იოლია ამის დაყენება და ეს მინდა და უბრალოდ რომ მეჩვენებინა თქვენთვის ხო ელემენტი ჯდება აი აქ ეს მოყვება თავის ელემენტი რა თქმა უნდა იმიტომ რომ აქ ბევრი ელექტრო რაღაცა აქვს ნუ ძალიან ბევრიც არა მაგრამ რაღაცები აქვს განახებთ მაგას რეები აქვს ელექტრო ეს თავის დამცავია და რა თქმა უნდა ჯობია რომ ბოლტზე დავტოვოთ მოდი დავაერთებ ამას უკვე აი ესე აქ ჩავაერთებთ და ვსვავთ მე ელემენტს აი ამაში რატო უყვართ ამ ჩინელებს ესე პატარა ადგილების გამონახვა ანუ რა რატო უნდა იწვალოს ადამიანო ვერ ხვდები რა მოკლედ აქ ჩასვავ ელემენტს და აი ეგ არის всё აქ მე გადაუჭერთ всё ჩავს ცოტა საწვალებელია რა და მე მგონია რომ ბევრს დაეზარება ამის მოხსნა თავიდან დაყენება რა კი ჩავსვი ეს ელემენტის დამტენია ამისი ელემენტის ჩასმის შემდეგ აქიდან ირთვება ჯერ აზრია და აქ ჩართოს კიდე ერთი დეტალის დამონტაჟება მინდა რომ გაჩვენოთ აი ამის დაყენება აი აქ ოთხკუთხედი ნებისმიერ ვარიანტში ჩასვავთ რა ეს თურმე გადმოვატრიალებ რა ესე და ესენი დამჭერებია ამის ესეც აუცილებელია ეს ხარე აქიდან ვერ ჩაჯდება რა ეს იქიდან ჯდება და ეს აქიდან ჯდება რა ხო ბოლტები 4 ბოლტი უნდა აქ ვიპოვოთ 4 მოდი ჯობია ცოტა მოზრდილები დავაყენო აქ რა საპასათა აქვს ისე მაგრამ აი 4 ცალი მოდი ცოტა გრძელს აქ გავუშვებ უნდა მივაპრესინოთ ბოლომდე რა კარგად ჩაჯდეს
всё, ეს ჩაჭდა. ეხა უკვე პატარა საკ ჩავსვათ. მოკლედ ესეც დავაყენე. აქ დეტალიზაციიდან რაც დარჩა არის ეს ნაწილები, როგორც წინა მოდელს უბრალოდ წინ ჭირდება ისევე აქ უნდა დავაყენოთ ამის დისკის სამაგრები. უფრო ლამაზი იყოს, რომ ბოლტები არ ჩანდეს. ეხა აქედანაც 1 2 და 3. ესეც მესამე. ესე გამოიყურება. ამას ავაწევინებთ ხელით, ნუ ვაწვალებთ ჯობია ესეთ რაღაცებს, იმიტომ რომ მაინც არ იქნება კაი, ეხა რეკომენდირებული არ არის, რომ რაღაც მექანიზმები აქვს ხელით ვაწვალოთ. კაი, ეხა მთავარი დეტალი, როგორ ჩავაბათ ეს ამას, ხო? აი ეს აქ დავტოვოთ. მოდი. ხო, პირველი ჩაბმა ცოტა ისეთი, რომ რთული არა, უბრალოდ რეალურს არ მიმსგავსებული, იმიტომ რომ ლაპები არ აქვს ჩამოწეული. როგორ ჩამოვწევთ ლაპები? გავაჩვენოთ ეს, თორე ამის ხმა არ გვჭირდება ეხა არაფერში. ფარებიც, მოდი მაქსიმალურზე დავაყენოთ. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? აი აქ. ეხა არის, როცა გამოწეულია მაქსიმალურად. ეს ეხა შესვლა, ამით შესვლა რა, კეტავს ამით. ამით გამოწევა, გამოგვაქვს ბოლომდე, გამოვიდა ბოლომდე. და ეს, მოდი ეხა ხელით ჩავსვავ. მივიდა ბოლომდე, ჩავსვით და ეხლა ჩავკეტოთ. всё, ხმას როგორც კი ამოიღებს, ეგევე ესე იგი ჩასმულია. აჰა. არსად არ წავა რა. მოდი ესე დავაყენებ ეხა ამას. ან აი ესე დავაყენებ რა. როლ ეს მინდა რომ გაჩვენოთ რაღაცნაირად, ხო, აი ეს. და მოდი ავაწევინოთ, აი ეს ფეხები რა. ესენი. მოდი აი ეს. აი რომლით იყო აწევ? მე მგონი რაღაც არ მაქვს ჩართული აშკარად. ხო, რაღაც არ მაქვს ჩართული. ხო, ალბათ ტრაილერი კი არა, პრინციპი არ ჩამირთავს მე მგონი. პრინციპი არ იყო ჩართული. ხო, აი სწორად თქვი. პრინციპი ჩავრთე და всё. აწია. დაწია, მექანიკურია რა. ესეც მუშაობს იდეალურად. ძალიან მაგარია. და ფეხები ეს ჩაწევა არ არის. всё, ბოლომდე ჩამოვიდა რა. აუ, მაგარია ძალიან. ჩართულია ყველაფერი. კაი, უკან ელექტროობა როგორ მუშაობს, აბა მოიცა. ლაპები ავწიო, ამით წევს, ამით ჩამოვაქ. შევხედოთ, აბა უკან უნდა იყოს ესეთ. კი, ეგრეთ წოდებული პავოროტნიკებიც მუშაობს. მაგარია. მე მაგრად მოწონს, ძალიან ლამაზია. ერთი წამი რაღაც მაინტერესებს, ეხლა ამას გავაკეთო, როგორ დაჭდება ამაზე და აუ, მაგარია. აი იდეალური არ არის ეხლა ეს. ძალიან სერიოზულია რა, აი ძალიან. ბიჭო რა ლამაზია რა. ჩინელები მენა მაგარი ტიპები არიან ძალიან. ამას ათრევს ძალიან ჩვეულებრივად. მე არ თქვა რომ სუბუქი წყალი ასხიაო და მაგითო დადისო ეგრე იოლათო რა. კაი, რამდენი კილოა? კი, რამდენი ლიტრია? 6 და 2. ნუ 12 და 200. კაი. გავაწამოთ აბა ერთი ეს მანქანა. ნახოთ აბა მათგუჩი. აი ის მომენტი. აქაც ასხია წყალი, აქაც ასხია წყალი. აბა გაზი მიცეთ ერთი. აუ, რა სიძახი, ბიჭო, არ აინტერესებს არაფერი, ძმაო. არც სიმძიმე აინტერესებს, არც არაფერი. დაჟე მე რაც დავამუღა, მე მგონი ჯობია, რომ სიმძიმე ატარებინო, იმიტომ რომ ანუ ეს ცოტა მჩატეა რა, რაც მივხვდი და თითქოს აი აქ იწევა მაღლა თუ რავი რა მოზის არ ვიცი და ჯობია რომ მძიმეები ატარებინო რა, მაგრამ სერიალზე კაი. აუ, რა მაგარი ტიპია რა. კაი, ჩემგანი მენა 5-იანი პლუსი ძმაო რა, მანქანას ძალიან სერიოზულია. ანუ იმდენად მძიმეა რომ ხელისთვისაა მძიმე, ანუ 12 კილო კი არა, 12 ლიტრია წყალი რა. მაგარია ძალიან, 10-იანი. 5-იანიც კი არა, 10-იანი.